სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვეს. გადაწყვეტილება საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა სასახლის ეზოში ინაუგურაციის პარალელურად გააჟღერა. სწორედ ამ დროს ორბელიანის მოედანზე მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ის გადის ხალხში და თან მიაქვს ლეგიტიმურობა, რადგან მიხეილ ყაველაშვილი მისივე თქმით არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური პრეზიდენტია. კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ზურაბიშვილი ხელახალ არჩევნებს ასახელებს, რომელსაც ის გარდაულად მიიჩნევს. კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ეს ჯერჯერობით უცნობია. დღეს თქვა მხოლოდ ის, რომ ახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტზე ოპოზიციასთან ერთად იმუშავებს და დაეხმარება პოლიტიკურ ძალებს იმისათვის, რომ ხელახალ არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმების გაცხადების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც მან დღეს 10 საათზე მოქალაქეებსა და მედიას ორბელიანების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა. ერთგულება არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არაა. ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. და ეს სასახლე უნდა დაუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. და მე ამიტომ გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები. დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქა ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ თავისუფალ ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, არავისგან სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი, ძალიან მშვიდნი. და ჩვენთან არის სიმართლე, იმიტომ ჩვენთან არის სიყვარული. ქვეყანა შესული არის, შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების გაყალბებით, ტოტალურ გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც ჯერ დღეს გვაქვს სახეზე. ის, რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, არაკონსტიტუციურმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა პრემიერმა, დე-ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც
გავეკეცით, რომლისგან განთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლა იყო ქართული ისტორიული ბრძოლა. ამისი უფლება არავის არ აქვს არასოდეს, არ ქონდა არასოდეს და მით უმეტეს არა ლეგიტიმურ მთავრობას და პრემიერს და მმართველ პარტიას. ამიტომ ამის უფლება არ მიეცით თქვენ და დგახართ 31 დღე ხდება დგახართ ამის საჩვენებლად, რომ ამას არ შეეგუებით, არ შევეგუებით, არ მივცემთ ამის უფლებას. ამ მმართველმა პარტიამ, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს, არა მხოლოდ ომი დაუწყო, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლება ყოფილიყო ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა. სპორტი, კულტურა და ეკლესია, ყველაფერი დაყო და გაყო. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი. დაყოფა ამერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მართველი და ბატონი. ამიტომ არის ქართული ოცნება რუსული ტრაგედია. ტოტალური კრიზისი იმითიც არის, რომ იზოლაციაში, სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს ქვეყანა. გონიათ, რომ ამითი ჩაკეტილი ქვეყანა, როგორც ჩაკეტილნი არიან პარლამენტში, ისეთი ჩაკეტილი ქვეყანა უფრო მარტივი იქნება, რომ დაამონონ და გადაიყვანონ რუსეთის ყაიდაზე. ცხადი არის, რჩება ორი მთავარი მოთხოვნა. ერთი არის ყველასი განთავისუფლება და ეს მოხდება იმიტომ, რომ დათმობენ, მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიყვანთ იმათ, მაგრამ მოხდება ძალიან მალე. თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. და სადაც უნდა იყოს დაცული ის ორი პრინციპი, რომელიც დაირღვა ყველაფერთან ერთად, ფარულობა, ესე იგი არა ის მექანიზმები და ამას ყველაფერი არის გამოსასწორებელი და ამაზე უნდა დავჯდეთ და ძალიან სერიოზულად შევისწავლოთ, როგორ უნდა იყოს ის დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ არასოდეს არ მოატყუოს ქართველი ხალხი. ამ კონკრეტულ არჩევნებისთვის პირობების შექმნას და დეტალურად ამისი დოკუმენტულად დადებას ამაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული. იმისთვის, რომ ძალიან მალე რამოდენიმე დღეში დავდოთ ეს დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის რაღაცა ისეთი რეტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმითი, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი. მზად რომ უნდა ვიყოთ, ეს რას ნიშნავს? რომ პარტიები უნდა იყვნენ მზად, რომ ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისედაც უნდა იყვნენ მზად. ვინც აპირებს, რომ ხვალინდელ ქვეყნის პოლიტიკაში იყოს, თქვენი ჯერი არის და მოემზადეთ, იმიტომ ეს ძალიან მალე მოვა. სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მოლოდინი არც ქონია, რომ ის სხვაგვარად მოიქცეოდა და რა თქმა უნდა, აქ ეხა გამაგრებას რა აზრი ქონდა. პროცესი კიდევ უფრო ძლიერი გახდება, კიდევ უფრო ეროვნული, კიდევ უფრო ხალხმრავალი და ქართული საზოგადოება მიაღწევს ამ ქვეყანაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მათი ხარდაჭერით ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, რაც შესაძლებლობას მისცემს ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევას ქართველ ხალხს. მე ვფიქრობ, ამისთან ძალიან ახლოს ვარ. მიმართვა იყო გამშვალული სწორედ კრიზისიდან გამოსვლის
გზებზე საუბრით იმისათვის, რომ ქვეყანა სწრაფად დააღწიოს თავი ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდით ახლა ჩვენ ეკონომიკური, პოლიტიკური, თვალსაზრისით, კულტურის ყველგან კრიზისია, ყველგან პრობლემა. საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ ღრმა კრიზისიდან. ეს ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლად სამართლიან პირობებში გამოხატავს თავის ნებას და აიჩენს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დანარჩენს ახლა ჩვენ ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ასე რომ დავილოდოთ ჩვენ მოვლენების განვითარებას. სამწუხაროდ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ რაც გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება, რომ ის რჩება ხალხთან, ეს მოვისმინე და დანარჩენი ნახოთ. ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო რეალურად, ფაქტობრივად ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ეს საინტერესო. ის ალბათ შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც იყო ამ ხნის განმავლობაში. თუ რა პოზიციაზე, როგორ, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ამაზე მე გამიჭირდება წინასწარ რაიმეს თქვა, ის ალბათ მას უნდა გითხოთ თვითონ თუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს, ან თუ გააგრძელებს საერთოდ პოლიტიკაში მოღვაწეობას. სალომე ზურაბიშვილი დღეიდან არის ყოფილი პრეზიდენტი, მას აქვს სრული თავისუფლება განახორციელოს ის საქმიანობა, რაც მას სურს. რაც შეეხება ოპოზიციისთვის პრეზიდენტობას, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის დროზე, როდესაც ის და მას ევალებოდა, რომ ყოფილიყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აირჩია ოპოზიციის ლიდერობა თავის დროზევე და ეს არჩევანი იყო მისი. ახლა ეს უკვე მათი ურთიერთობების საქმეა, თუ რა პოზიციებით იქნება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებში ჩაწერილი.